ბრაკონიერობა არის ცხოველებისა და ფრინველების უკანონოდ ნადირობა ან დაჭერა. ადამიანები ამას ხშირად ფულის გამო აკეთებენ, ყიდიან ტყავს, რქებს, ბეწვს ან სხვა ნაწილებს. ზოგჯერ კი უბრალოდ გართობისთვის კლავენ ცხოველებს, რაც ბუნებას დიდ ზიანს აყენებს. ასეთი ქმედება კანონით აკრძალულია, თუმცა პრობლემა მაინც ხშირია. ბრაკონიერობის გამო ბევრი ცხოველი გადაშენების საფრთხის წინაშეა. როდესაც ბუნებაში რომელიმე სახეობა მცირდება, ირღვევა ბუნებრივი წონასწორობა. ეს პრობლემა მხოლოდ ცხოველებს არ ეხება. საბოლოოდ ზიანი ადამიანებსაც ადგებათ, რადგან ბუნება და ადამიანი ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული. ამიტომ აუცილებელია ცხოველებისა და მათი საცხოვრებელი გარემოს დაცვა. ბრაკონიერობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ფინანსური სარგებელი. ზოგი ადამიანი იშვიათ ცხოველებს იჭერს და მათ ნაწილებს ძვირად ყიდის. განსაკუთრებით დიდი საფრთხე ემუქრება იშვიათ და დაცულ ცხოველებს, რადგან მათზე მოთხოვნა მაღალია. ამის გამო ბრაკონიერები ხშირად კანონს არღვევენ და ბუნებას დიდ ზიანს აყენებენ. მეორე მიზეზი არის დაბალი ცნობიერება. ზოგი ადამიანი ვერ აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია ცხოველების დაცვა. ასევე პრობლემას ქმნის კანონის დარღვევა და სუსტი კონტროლი. თუ დამნაშავეები არ ისჯებიან, ბრაკონიერობა კიდევ უფრო იზრდება. საჭიროა მეტი განათლება და საზოგადოების ინფორმირება ამ პრობლემის შესახებ. ბრაკონიერობა ბუნებას სერიოზულ ზიანს აყენებს. ცხოველების რაოდენობის შემცირება ეკოსისტემის დარღვევას იწვევს. მაგალითად, თუ მტაცებელი ცხოველები გაქრებიან, სხვა ცხოველების რაოდენობა უკონტროლოდ გაიზრდება და ბუნებრივი ბალანსი დაირღვევა. ამან შეიძლება მთელი გარემოს მდგომარეობა გააუარესოს. ასევე ზიანდება ტყეები, მდინარეები და მთლიანად გარემო. მომავალ თაობებს შეიძლება აღარ დარჩეთ შესაძლებლობა ნახონ ზოგიერთი ცხოველი ბუნებაში. ეს ნიშნავს, რომ ბრაკონიერობა არა მხოლოდ დღევანდელი, არამედ მომავალი ადამიანების პრობლემაც არის. ბუნების დაკარგვა ადამიანების ცხოვრებაზეც უარყოფითად აისახება. ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა აქვს მკაცრ კანონებსა და კონტროლს. აუცილებელია, რომ უკანონო ნადირობისთვის დაწესდეს მკაცრი სასჯელი. ასევე მნიშვნელოვანია დაცული ტერიტორიების და ნაკრძალების გაძლიერება, სადაც ცხოველები უსაფრთხოდ იცხოვრებენ. ეს ხელს შეუწყობს იშვიათი სახეობების გადარჩენას. დიდი როლი აქვს საზოგადოებასაც. სკოლებში და მედიაში მეტი ინფორმაცია უნდა გავრცელდეს ბუნებისა და ცხოველების დაცვის შესახებ. თუ ადამიანები უკეთ გაიგებენ პრობლემის მნიშვნელობას, ისინი მეტად დაიცავენ გარემოს და ნაკლებად დაუშვებენ ასეთ დანაშაულს. თითოეულ ადამიანს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ბუნების დაცვაში.